კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ვებსოთხზე, მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ. საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნეს საქმიანობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს. ვიცე-პრემიერმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ამ მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მესტიის მუნიციპალიტეტში კრიპტო მაინინგის პროცესი დაასახელა. მისი განმარტებით დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც ქვეყნის ენერგეტიკას, ასევე მესტიის ადგილობრივ მოსახლეობას და კერძო სექტორს. უარესდება მიწოდების ხარისხი ქსელისა და გადამცემი ხაზების გადატვირთულობის გამო. ხდება ავარიული შემთხვევებიც, რაც ადგილობრივ მოსახლეობის გარდა ნეგატიურად ისახება ტურიზმზეც. პრობლემების აღმოსაფხრელად მესტიაში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყება, რაც აქამდე სხვადასხვა წინააღმდეგობრივობის გამო ვერ ხერხდებოდა. სამართალდამცველებს დაევალათ პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობა და კონტროლი, ასევე ელექტროენერგიის დიდი ოდენობით უკანონო მოხმარების მაქსიმალური რესურსით გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში 2025 წელს 133 მილიონი კილოვატ-საათი შეადგინა მაშინ, როდესაც მსგავსი მასშტაბის მუნიციპალიტეტების ელექტრომოხმარება ყველა მონაცემის გათვალისწინებით სხვა შემთხვევებში არ აღემატება 10 მილიონ კილოვატ-საათს. შესაბამისად, ეს ნიშნავს ელექტროსისტემის და მის ფინანსურ დაზიანებას მინიმუმ 20-25 მილიონი ლარით, რომელიც დამატებით ფინანსურ ტვირთად აწვება ელექტროენერგიის საფასურის გადამხდელ ყველა მოქალაქეს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია მეტი კონკრეტიკა. თითოეული აბონენტი ქვეყანაში ყოველი გადახდის დროს კონკრეტულად ამ პრობლემის გამო დამატებით იხდის ლარნახევარს. პრობლემის აღმოსაფხრელად პირველ რიგში დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი მესტიაში, რაც აქამდე სხვადასხვა წინააღმდეგობების გამო ვერ ხერხდებოდა. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გამრიცხველიანების ერთადერთი მიზანია ელექტროენერგიის უკანონო და ფარული მოხმარების აღმოფხვრა. ელექტროენერგია სვანეთში კვლავ იქნება უფასო თითოეული აბონენტისთვის საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში, ხოლო აღნიშნული რაოდენობის ზემოთ დაწესდება ლიმიტი და შესაბამისი ტარიფი. რაც შეეხება გამრიცხველიანებას, ის მოხდება არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ მსხვილი მასშტაბითაც თითოეულ სოფელზე თუ დასახლებულ პუნქტზე, რაც პრობლემის კონკრეტული მიმართულებით იდენტიფიცირების საშუალებას მოგცემს. ვიცე-პრემიერმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა ახალი სამმართველოს შესახებაც, რომელიც დღეიდან ამოქმედდა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი, რომ საზოგადოების გახლეჩა, სიძულვილის ენა და ერთმანეთის შეურაცხყოფა აღმოიფხვრას. მისივე თქმით, პრევენცია მნიშვნელოვანია, რადგან გარედან თავსმოხვეული პოლარიზაცია აზიანებს არა მხოლოდ პოლიტიკურ ველს, არამედ ადამიანურ ურთიერთობებსაც. თუ კი ჩვენ ვსაუბრობთ, რომ პოლარიზაცია, დახლეჩა საზოგადოების გადამტერება ერთმანეთზე, რაც ოჯახებშიც კი ხდება ხშირ შემთხვევაში, იმ ვორდინგის ეგრეთ წოდებულის იმ გამოხატვის, ისეთი გამოხატვის გამო, რომელიც აბსოლუტურად არანაირი თავისუფლების, არც უფლების ფარგლებში არ ჩნდება და მის მიღმა აზიანებს არა მხოლოდ რაღაც პოლიტიკურ ველს და აბინძურებს მას და პროცესს, არამედ უბრალოდ ადამიანურ ურთიერთობებს აქედან დაწყებული აზიანებს სამომავლო ინტერესსაც, რომ ქართველები ვიყოთ ერთიანი რაღაც ელემენტარულ საკითხებში, საკუთარ სამშობლოსთან მიმართებით დაკავშირებულ საკითხებში მაინც. აი ამ პროცესსაც კი აზიანებს იმდენად გარედან თავსმოხვეული დავალებების შესაბამისად გაღვივდა ეს პრობლემა ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით. ეს შეეხება არა მხოლოდ რომელიმე მხარეს ბუნებრივია, გამოხატვის უფლებებსა და თავისუფლების მიღმა ისეთი ქმედებები, რომელიც უხეშად არღვევს სხვა ადამიანის უფლებებს, მის პატივსა და ღირსებას ეხება ძალიან ცუდად. ამისი პრევენციისათვის შემუშავდა ჩვენს მიერ ახალი მიდგომა და ამისი პრევენციის უზრუნველყოფის საშუალება გახლავთ ამ შემთხვევაში ახალი სამმართველო, რომელიც
რა თქმა უნდა, ერთ დღეში და ერთ თვეში ვერ მოახერხებს პრობლემის აღმოფხვრას, მაგრამ იქნება პირველი ქმედითი რეალური ნაბიჯი იმისათვის, რომ ეს გახლეჩვა, ეს სიძულვილის ენა ბოროტებამდე მისული შეურაცხყოფა ერთმანეთის იქნას აღმოფხრილი, რადგან მხოლოდ სწორმა საზოგადოებრივმა პოზიციამ და აზრმა ეს ვერ უზრუნველყო, როგორც ყოველთვის. და ეს წარმატებით ხშირ შემთხვევაში მოახერხა რამდენიმე წამყვანმა ევროპულმა ქვეყანამ, ამ შემთხვევაში ჩვენ ამ გზას ვადგავართ და ეს ბევრ კეთილ მიზანს მომსახურება. ახალი სამმართველოს ამოქმედებასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. სახელმწიფო გუნდში განმარტავენ, რომ გარედან დაფინანსებული სიძულვილის კამპანიები, რომლის მიზანით საზოგადოების გახლეჩა, განსაკუთრებით ბოლო წლებში გააქტიურდა. მართლ პარტიაში საუბრობენ სიძულვილის გაღვივებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის ზღვარის აუცილებლობის შესახებაც. ტერორი ეს ფაქტიურად ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც აი ამ დესტაბილიზაციის საერთო გეგმაში მოიაზრება როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მთავარი თუ არა მიმართულება. ამას კანონი დაჭირდა, რომ ეს ასე აღარ მოხდეს. ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი. რა დონის პასუხი იქნება, რა დონის თქვათ სასჯელი იქნება ამასთან დაკავშირებით, წინასწარ ვერ ვიტყვით, ამას პრაქტიკა გვიჩვენეს, მაგრამ სახელმწიფომ თავი უნდა დაიცვას იმისაგან, რაც ხდება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ერთი მნიშვნელოვანი რამ. მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ერთი იქნება თითოეული საქმის მასალების სასამართლოთვის გადაგზავნილი და მეორე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და შესაბამისად დაამკვიდრებს პრაქტიკას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და იმ ბინძურ აღოირახსნილ ლექსიკას შორის რომ დაიდოს ზღვარი, რაც სიძულვილის გაღრმავებას და სიძულვილით გაჯერებულ აი ამ ტექსტებს გულისხმობდა, ასე ჩვენ ვისმენდით ამდენი ხანი. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სამწუხაროდ საქართველოს უახლეს ისტორიაში სიძულვილის ენა, ეს ბულინგი ვნახეთ, რომ ფინანსდებოდა და ჯერჯერობით კიდევ ფინანსდება უცხოური ძალების მხრიდან. ვფიქრობ, რომ ამ უწყებამ გარდა მომხდარი სიძულვილის ენის გამოკვლევისა, ალბათ უნდა პრევენციული ხასიათის ზომებიც გაატაროს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ნაკლები იყოს ასეთი ტიპის სიძულვილის შემცველი და სიძულვილის ხასიათის ქმედებები საქართველოში. კარგი მთავრობის ინდექსით საქართველო მაღალ საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში საუკეთესო სამეულშია. 2026 წლის რეიტინგი მსოფლიო მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა ჩენდლერის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. საქართველოს შეფასების 100%-იანი სისტემით 60.3% მიიღო, რითაც ისტორიაში მეორედ გადააჭარბა 60%-იან ზღვარს. ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ 7 ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს. საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავი ზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება. კარგი მთავრობის ინდექსი მთავრობებს 35 ინდიკატორით აფასებს, რომელიც 7 ფაქტორში ერთიანდება. საქართველოს ხელისუფლებამ მაღალი რეიტინგი მოიპოვა შემდეგ ინდიკატორებში. კეთილს ინდისიერი ლიდერობა 51 ადგილი, სასამართლო სისტემის ხარისხი 33 ადგილი, ბიუროკრატიის ხარისხი 25 ადგილი, სტაბილური ბიზნეს რეგულაციები მე-20 ადგილი, გამჭვირვალობა მე-14 ადგილი, ინვესტიციების მოზიდვა მე-12 ადგილი. ანგარიში გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისო და აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს ეყრდნობა. კარგი მთავრობის ინდექსით საქართველო მაღალ საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო სამეულშია. საქართველო ლიდერობს შავი ზღვისპირეთში, კავკასიაში და ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო მსოფლიო მასშტაბით ამ თვალსაზრისით საქართველო აძლიერებს თავისი განვითარებას და აგრძელებს განვითარებას. დარწმუნებულია, რომ 2030 წლისთვის საქართველო გახდება მაღალ შემოსავლიანი ქვეყანა. რეიტინგში ხაზგასმულია ის წარმატება, რომელიც საქართველოს გააჩნია ეფექტიანი მმართველობის და იმ რეფორმების მიმართულებით, რომელიც ზოგადად აუმჯობესებს ქვეყნის ეფექტიანობას, აუმჯობესებს მიწოდებული სერვისების ეფექტიანობას, ყურადღება გამახვილებულია ასევე სახელმწიფო სერვისების დიჯიტალიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე ზოგადად ქვეყნის მიმზიდველი და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით, რა თქმა უნდა, აღნიშნული მიმართულებები საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, რა მიმართულებითაც საქართველო აგრძელებს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომ გაუმჯობესებას.
რა მიზეზით აჭიანურებს ოფიციალური ბერლინის საქართველოს ელჩის აკრედიტაციას? ალექსანდრე კარტოზია გერმანიის ხელისუფლებისგან უკვე რამდენიმე თვე აკრედიტაციის პროცედურის დასრულებას ელოდება. ალექსანდრე კარტოზიას ამ დრომდე არ გადაუცია რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტისთვის, რადგან უკვე 8 თვეა, რაც გერმანული მხარე არ ნიშნავს ოფიციალურ შეხვედრას საქართველოს ელჩთან. აკრედიტაციის პროცედურების გაჭიანურების პარალელურად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ამ დრომდე არ განახლებულა საქართველოს ხელისუფლების შესახებ ოფიციალური მონაცემები, თუმცა განახდა ინფორმაცია სხვა ქვეყნების, მაგალითად რუსეთისა და სირიის შემთხვევებში. რატომ ჭიანურდება საქართველოს ელჩის აკრედიტაციის პროცედურების დასრულება და რატომ არ ახალდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ოფიციალური ინფორმაცია? ამ კითხვებით ტელეკომპანია პოსტივი გერმანიის საგარეო უწყებას და გერმანიის საელჩოს მიმართეთ. ჩვენ თუ ვნახავთ ელჩის განცხადებებს, აქ ლოგიკას დავინახავთ ძალიან მარტივად, რა დამოუკიდებულება არის ამ მიმართულებიდან ჩვენი სახელმწიფოს და მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიმართ. არა მხოლოდ სახელმწიფოს მიმართ, იმიტომ რომ სახელმწიფოს მიმართ იქნება პოზიტიური დამოუკიდებლობა, თუ მათი დავალებების შემსრულებლები იქნებიან ქვეყნის სათავეში. ამიტომ სახელმწიფოს მიმართ კი არა, მისი დამოუკიდებლობის და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიმართ პრობლემად უნდა განვიხილოთ, მათ პრობლემა აქვს ამ გადაწყვეტილებასთან. გასაკვირველია, პიტერ ფიშერმა სერიოზული ზარალი მოუტანა გერმანიისა და საქართველოს ურთიერთობების საერთოდ ამ ურთიერთობებში შემოიტანა სერიოზული პრობლემა. გასაკვირველია, ელჩის ფიგურაა, რომელიც დედაქალაქს აკეთებს ინფორმაციას. და მისი ინფორმაცია ინტენსიურად არასწორია. რაც მალე დაასრულებს ეს ადამიანი მოღვაწეობა საქართველოში და იმედია ჩანაცვლდება ბოლო უფრო საზრიანი დიპლომატით, უკეთესი იქნება ქართულ-გერმანული ურთიერთობებისთვის, იმიტომ რომ რაც რო გადის ფიშერისგან სულ უფრო და უფრო მეტად გვესმის იმენად ზღვარს გადასული, არ ვიცი მე, ტყუილიც, სამართლიანი მოცემულობაა, საერთოდ რასთან გვაქვს საქმე ვერ გეტყვით, ეს იმენად გადასულია ყოველგვარ ზღვარს, რომ აქ რაღაცა არგუმენტირებული პასუხის გაცემა რა თქმა უნდა ჭირს. ალექსანდრე კარტოზია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან 2025 წლის 10 სექტემბერს გაცემული აგრემანის საფუძველზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად 2025 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩს რწმუნებათა სიგელები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის ამ დრომდე არ გადაუცია, თუმცა რწმუნებათა სიგელების ასლები გერმანიის ფედერალურ საგარეო უწყებას 2025 წლის 17 დეკემბერს ჩაბარდა. საგარეო უწყების ინფორმაციით 2025 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე გერმანიის პრეზიდენტმა ლიბანის, ბაჰრეინის, ეკვადორის, განას, კანადის, ნიგერიის, ინდონეზიის, კომორის კუნძულების კავშირის, ფილიპინების, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, მონღოლეთის ახლად დანიშნული ელჩებისგან მიიღო რწმუნებათა სიგელები. ქართულ მხარეს ოფიციალური განმარტება გერმანული მხარისგან არ მიუღია. გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე არ განახლებულა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ, მიუხედავად ქართული მხარის მიერ არაერთ გზის განხორციელებული ოფიციალური შეტყობინებისა. ქართული მხარესთვის სრულიად გაუგებარია გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების არათანმიმდევრული მიდგომები ქართულ სახელმწიფოსთან. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ბატონი ალექსანდრე კარტოზია 2025 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან 2025 წლის 10 სექტემბერს გაცემული აგრემანის საფუძველზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რწმუნებათა სიგელები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის ამ დრომდე არ გადაუცია, თუმცა რწმუნებათა სიგელების ასლები გერმანიის ფედერალურ საგარეო უწყებას 2025 წლის 17 დეკემბერს ჩაბარდა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2025 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე გერმანიის პრეზიდენტმა ლიბანის, ბაჰრეინის, ეკვადორის, განას, კანადის, ნიგერიის, ინდონეზიის, კომორის კუნძულების კავშირის, ფილიპინების, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, მონღოლეთის ახლად დანიშნული ელჩებისგან მიიღო რწმუნებათა სიგელები. ქართულ მხარეს ოფიციალური განმარტება გერმანული მხარისგან არ მიუღია. გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე არ განახლებულა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ, მიუხედავად ქართული მხარის მიერ არაერთ გზის განხორციელებული ოფიციალური შეტყობინებისა. ქართული მხარისთვის სრულიად გაუგებარია გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების არათანმიმდევრული მიდგომები ქართულ სახელმწიფოსთან.
ოპოზიციური ალიანსი დაშლის პირას არის. ნიკა მელიას ბრალდებებს მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა. საჯარო წერილში ექს-პრეზიდენტი ნიკა მელიას ჭაობში მყოფს უწოდებს და ღალატზე საუბრობს. ვინ შერაცხა მოღალატედ სააკაშვილმა პასუხის ციხიდან ამჯერად ნიკა მელიამ გამოაქვეყნა და მოღალატის ვინაობის საჯარო დასახელება მოითხოვა. სახელმწიფო გუნდისთვის ოპოზიციის ალიანსში არსებული დაპირისპირება საზოგადოებრივი განწყობების გატესტვას ემსახურება. ვიცე-პრემიერის მამუკა მდინარაძის შეფასებით ოპოზიციაში შორის ერთობა ვერ შედგება, ხოლო თუ შედგება, ეს ხელოვნური და უპერსპექტივო იქნება. უამრავ წარმატებულ ფიგურას მივეცი საგზური ცხოვრებაში, როგორც აქ, ისე უკრაინაში არის ხალხი, რომლისგანაც ვერაფერი დავაყენე მიუხედავად დიდი ძალის ხმებისა. სამწუხაროდ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ნიკა მელია, რომელსაც ძალიან ბევრჯერ ბევრი რამე გავუტარე, მათ შორის ჩემზე სრულიად გაუგებარი თავდასხმები წლების განმავლობაში. თუ ჩემი პოლიტიკა არასდროს მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ნაციონალურ მოძრაობაში. სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან, ყველანაირად ვუჭერდი მხარს და ვაიგნორებდი სკეპტიკოსებს, რომლებიც მიმითითებდნენ მის განათლების არქონაზე და უიდეობაზე. ბოლოს მაინც მარცხი განვიცადა და მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც. გულწრფელად მენანება ის ამ როლისთვის, მაგრამ უკვე არაფრის გაკეთება აღარ შემიძლია სინანულის გამოთქმის გარდა. 21-ში იმ წლებს, რა წლებსაც ნიკა მელია ასახელებს. თავარი გადაწყვეტილების მიმღები ვინ იყვნენ უკაცრავად ხო ვერ მეტყვით პარტიაში? ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარე, თავარი იდეოლოგი ნაციონალური მოძრაობის და ხელმძღვანელი ამ ყველაფრის იყო ნიკა გვარამია, მათ შორის და ბევრ რაღაცას მე ანაწილიძე და ჩემნაირი კიდე ძალიან ბევრი, საერთოდ ტელევიზიით ვიგებდით, ძალიან დიდი ბოდიში რა. და ვისაკისრებს პასუხისმგებლობას? ანუ 21-ში ესენი თავარი ტიპები იყვნენ ნაციონალურ მოძრაობაში, თავარ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, თავარი ინფორმაციები მათ ჰქონდათ, ჩვენ ვიგებდით მე ამ ინფორმაციებს. და ვის საკვადურობს მელი? ანუ 21-ში თუ გაიგაროთ, სააკაშვილი შეკრული იყო კონცერტთან, რა მოათმენინა, რო ეს არ თქვა, კაცო? აი რა მოათმენინა, რა შუაში აქ მიშა ციხეში იჯდა და ამის შემდეგ სანამ არ გააგდეს, როგორც თვითონ ამბობ, ჩუმად იყო? კაცი რო იმას იტყვი. პოლიტიკოსებზე ხო ლაპარაკი აღარ არის, რომ სადაც მიშა სააკაშვილია, იქ სახელმწიფო ინტერესი არ არის. ესე იგი, საერთოდ ამ ქვეყანაზე არ ახარ. იქ მიხეილ სააკაშვილი თუ ვერ დაინახე და სახელმწიფო ინტერესი ვერ დაინახე, აბა რა გინდოდა ნაციონალურ მოძრაობაში? აბა რას გაყვიროვდი მიხეილ სააკაშვილს და მიხეილ სააკაშვილს და სანამ არ გახვიდოდი მანამდე რომ მიხეილ სააკაშვილზე ლაპარაკობდი და მე მიშას ხარდამჭერი ვარ ლაპარაკობდი. თუ იქ სახელმწიფო ინტერესი ვერ დაინახე, დალოცვილო. მაშინ შენზე უფრო დიდი მატყუ არა კაცი არ ყოფილა მაშინ ქვეყანაზე, ხო? მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ნაცმოძრაობის ლიდერი სოციალურ ქსელში ბანგლადეშელი ხარის ვიდეოს აქვეყნებს და მას შტატების პრეზიდენტს ადარებს, თუმცა პოსტი გამოქვეყნებიდან მეორე დღეს წაშალა. მართლ გუნდში განმარტავენ, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ოპოზიციის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოებული კამპანიები საზოგადოებისთვის ეხლეს არ წარმოადგენს. შტატების პრეზიდენტის დამცირებისა და დაცვის მცდელობების მიზანს კი საქართველოს ამერიკის ურთიერთობების დაზიანება წარმოადგენს. ხალხის ზალაში ხაზს უსვამენ, რომ ქვეყნის ფარგლებს გარედან მართული ოპოზიცია და NGO სექტორი ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს ხელისუფლებას შტატებზე თავდასხმას ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე აბრალებდა. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიური ხასიათის შეტევებზე კი რეაგირება არ აქვთ, რაც მათ ორმაგ სტანდარტებზე მეტყველებს. ბანგლადეშელი ხარი საოცრად გავდა დონალდ ტრამპს. მიხეილ სააკაშვილს უბრალოდ ეს სტატუსი ანამდვილად არ მიემართება ვინმეს დაგიდნებას და შეურაცხყოფას. ხო არ ვიცი, რატო წაიშალა, ხო არ ვიცი რა გიქნა. ეს ყოფილი თუ არ არის რატომ წაიშალა? არ ემსახურებოდა არავის დაგიდნებას და შეურაცხყოფას. არ ვიცი, მათ უნდა ვკითხოთ ახლა ვიც წაშალა თუ წაშალა, ვის ესაუბროთ ვერ მოვხდი. თვითონ წაშალა პოსტი? აღარ არის ეს ვიდეო აღარ იძლევა. არ ვიცი, ვერ ვეტყვი. ისინი ამ მიდგომას გაამკაცრებენ, გაახისტებენ, გააღვივებენ. მას შემდეგ, რაც უფრო დათვება საქართველოს ამერიკის ურთიერთობები. იმიტომ რომ ეს მათთვის არის კატასტროფის ტოლფასი, ისინი მთელ ნარატივს მიუხედავად იმისა, რომ ეს მათთვის შეიძლება პიარულად, როგორც ხშირად ამას უფრო აქცენტი ყურადღებას არ იყოს მომგებიანი, ცდილობენ დაზიანებას საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების, ოღონდ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. ამ შემთხვევაშიც ისინი რადგან გარე ნარატივზე აგებენ ამ პიარს და პიარ მოქმედებებს და დავალებებსაც ასე ახორციელებენ. თუ კი ვინმე გარედან დაათბობს უდნამოის ურთიერთობას, მის მიმართ იქნებიან ასე ვთქვათ, რბილად ამ შემთხვევაში მკაცრები და შეურაცხყოფასაც არ დაიშურებენ ხშირ შემთხვევაში. როცა ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს ხარში ადარებდა ასე შემდგომ, მე მგონი ეს კარგს არაფერს არ უნდა ნიშნავდეს, ხო? და მე ველოდები ახლა
NGO სექტორის, განსაკუთრებით ნაცმოძრაობის ხარდამჭერი NGO სექტორის ექსპერტების, ეგრეთ წოდებული კრიტიკული ტელევიზიის კითხვებს ველოდები, რას ნიშნავს, როცა მათი ბელადი პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს. როცა ჩვენ თავს გვესხმოდა წინა ადმინისტრაცია აბსოლუტურად უსამართლო და ვამბობდით, რომ ეს არ იყო სწორი, ანტიამერიკული ერქვა თურმე იმ განცხადებას. და ეხლა თქვენ თუ არ იტყვით არაფერს, მაშინ ეთანხმებით სააკაშვილის. ეს არ არის პირველი ამბავი, როდესაც ტრამპის მიმართ თავის გულისხმას ესე ავლენენ რადიკალები საქართველოში ნეგატიურ ჭრილში. გვახსოვს ჩვენ კარგად კვარამიას გამონათქვამები, თუ კი კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის რაღაც მოცემულობაში ვინმე და რამე არ მიუღებელი, მათ არ აინტერესებთ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა, ამ ურთიერთობის გაუმჯობესება, დღემდე ჯიხს ირტყავდნენ გულზე და ამბობდნენ, რომ შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ მათი დამსახურება იყო. ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე იმ დემოკრატიის ჭალებში, რა თქმა უნდა, დემოკრატიის შუქურად წოდებული სააკაშვილმა შეიძლება ესე უდიეროდ მოიხსენიოს მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს ხელმძღვანელი. შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რაც გააჩნია ტრამპის მიმართ ძველ ნაციონალებს თუ ახლად წოდებულ ნაციონალებს, ეს არ არის დამალული. ასაკურელია ის შეფასებები არა მარტო ეს დაცინვაზე იყო ლაპარაკი, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური შეფასებები. ჩვენ არაერთი გაგვიგია და არა მარტო ჩვენ ახლა ადმინისტრაციამაც კარგად იცის ეს განსაკუთრებით მათთვის მიუღებელია ტრამპის პოლიტიკა, რომელიც გარკვეულწილად ცვლის ამერიკულ-ქართული ურთიერთობების დღის წესრიგს და რაღაც პოზიტიური ნიშნები გამოჩნდა. ზიზღი აქვთ კონკრეტულად ტრამპის მიმართ, ჰქონდათ, აქვთ და მომავალში თუ კი ეს ურთიერთობა საქართველოს და ამერიკას შორის პოზიტიური ხაზით განვითარდა კიდევ უფრო ინტენსიურად, რასაც ჩვენ ველოდებით, ეს ზიზღი და მიუღებლობა იქნება კიდევ უფრო ინტენსიურად გამოხატული. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბად რცხილაძესა და ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას დაცვის მხარე კი მის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. გულბად რცხილაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა. უწყების ინფორმაციით ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი ერთდროულად ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. რაც შეეხება ირაკლი ჩიხლაძეს, უსის ინფორმაციით სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი სადაზვერვო ქსელს მართავდა. მოპოვებულ ინფორმაციას კი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს აწვდიდა. დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დღევანდელ სასამართლო პროცესზე განხილული იქნა აღკვეთის ღონისძიების საკითხი და ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმეში მოიპოვება პირდაპირ მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულების კავშირს უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებთან, ასევე მათი მხრიდან ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ფაქტებს. ორივე ბრალდებულთა მიმართებაში შეგროვებული ინფორმაცია იყო სხვადასხვა სახით, მათ შორის იყო როგორც ძალოვანი სტრუქტურების მუშაობის შესახებ, ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური საკითხებთან დაკავშირებით. ჯაშუშური ქსელების გაშიფრვასა და მათი წევრების დაკავების ფაქტზე დღეს კომენტარი გააკეთა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. მამუკა მდინარაძის განცხადებით ქართული სახელმწიფო, ქართული სპეცსამსახურების, სამართალდამცველები და უსაფრთხოების სისტემა იმდენად ძლიერია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო ღონისძიებების ჩატარება შეუძლია. ვიცე-პრემიერმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებს გასული დღეების განმავლობაში ჩატარებული წარმატებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებებისთვის მადლობა გადაუხადა. სუსის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ორი ადამიანიდან ერთ ბრალი ორი სხვადასხვა სახელმწიფოს სასარგებლო სადაზვერვო ინფორმაციების მოპოვებაში ედება, ჯაშუშობაში და ჯაშუშური ქსელის ერთგვარ ლიდერობაში ემხილება მეორე ბრალდებული, რომელიც თანხებსა და დავალებებს ქსელის წარმომადგენლებზე ანაწილებდა. აღნიშნული პირი იმავე სახელმწიფოს ეგრეთ წოდებულ სპეცსამსახურის რეზიდენტს წარმოადგენდა ბრალდების მიხედვით, რომლის სასარგებლოდ სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით რამდენიმე კვირის წინაც დავაკავეთ ერთი ბრალდებული. ამას ნამდვილად მოხდა საკმაოდ პოზიტიური კომუნიკაცია შესაბამის სამსახურებს შორის, თუმცა ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ 2 დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურმა დააკავა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც მიუხედავად გაფრთხილებისა, წინა დაკავებების შემდგომაც არ შეწყვიტეს გარკვეული მოძრაობები ხსენებული მიმართულებით. იმედია ამ შემთხვევაში მაინც იქნება სწორი დასკვნები გამოტანილი შესაბამისი სამსახურების თუ კონკრეტული პირების მხრიდან. შეერთებული შტატების საელჩო თბილისში 25-28 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტის შესახებ სტუმრად მყოფმა დელეგაციის განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია, რომ ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორის არის, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს. სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. შეხვედრებისას განიხილეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შესაძლო თანხმედრის სფეროები, მათ შორის ეროვნული სუვერენიტეტისადმი საერთო ერთგულება, სამართლიანი ეკონომიკური გარემო, მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობა და ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომელიც ორივე ერს განსაზღვრავს. ეს თანხმედრა ქმნის მყარ საფუძველს უფრო ღრმა პარტნიორობისკენ წინსვლისთვის. შეერთებული შტატები ენის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალს. პარლამენტის მუდმივ მოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს. ვილნიუსში სესიის ფარგლებში რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული და კონვენციური საფრთხეები, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია და ალიანსისთვის მისი შედეგები, ასევე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მედეგობის გაძლიერების საკითხები დეპუტატებმა და სამხედრო თუ აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა დისკუსიისას განიხილეს. აღნიშნეს, რომ ევროატლანტიკური თავდაცვის გასაძლიერებლად საჭიროა მეტი ქმედითი ნაბიჯი, განსაკუთრებით თავდაცვის ბიუჯეტების ზრდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის პერიოდის განხორციელება და შეერაღების მოდერნიზაცია. სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა კენჭუყარეს დეკლარაციას კვანტური ნახტომი შეკავებისა და თავდაცვაში საპარლამენტო დღის წესრიგი უფრო ძლიერი ნატოსთვის. სესიაზე განხილვის მთავარი საკითხებია რუსეთთან მომდინარე ჰიბრიდული და კონვენციური სამხედრო საფრთხეები, ასევე რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ნატოს წევრ ქვეყნებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის პერიოდის განხორციელება, ასევე სამხედრო ტექნოლოგიების და ინოვაციებში უფრო მეტი ინვესტიციების ჩადება და ზოგადად ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერება. ჩვენ ასევე დღეს მოვისმინეთ ნატოს გემბინის მოადგილის გამოსვლა, რომელმაც ისაუბრა გეგმებზე, მათ შორის 5%-მდე, ფინანსური და პროდუქტის 5%-მდე დახარჯვება თავდაცვის მიზნებისთვის და ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გახდა სამხედრო ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია და შესაბამისად უკრაინას დღეს ყავს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი სამხედრო და დანაყოფები და ამ ზოლიდან ნატომ საკუთარი დასკვნები უნდა გამოიყენოს. ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ უკრაინაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინა ახალი სამხედრო ტექნოლოგიების მოწინავე ლაბორატორია გახდა. რადმილა შეკერინსკამ ასამბლეის მონაწილეებს მიმართა შეისწავლონ თანამშრომლობის იდეები და საკუთარ დედაქალაქებში კონკრეტული წინადადებებითა და ინიციატივებით დაბრუნდნენ. უკრაინა დღეს ყველაზე განვითარებული რეალური პრაქტიკული ლაბორატორიაა მსოფლიოში. თავდაცვითი ტექნოლოგიების, უპილოტო სისტემების, ელექტრონული ბრძოლის, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მიზნის ამოცნობისა და მრავალი სხვა მიმართულების. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ბევრი თქვენგანი შეძლებს ფორუმში მონაწილეობის მიღებას. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, შეისწავლეთ თანამშრომლობის იდეები და საკუთარ დედაქალაქებში. დაბრუნდით კონკრეტული წინადადებებითა და ინიციატივებით.
თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა ოფიციალური შეხვედრის ცერემონიის შემდეგ მხარეებმა ორმხრივი რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრა შედგა. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა პატივისცემაზე, ნდობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზეა დაფუძნებული. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თავდაცვის მიმართულებით არსებულ აზერბაიჯანი, თურქეთი, საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატზე. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. მოგვიანებით აზერბაიჯანის დელეგაციამ ჰეიდარ ალიევის ძეგლთან გადაინაცვლა და მემორიალი გვირგვინით შეამკო. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს აღნიშნავს. 26 წლის შემდეგ პირველად ფოკაში იმ ადგილას, სადაც წმინდა ნინო შემობრძანდა, სადღესასწაულო წირვა შესრულდა. წირვის დასრულების შემდეგ კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ პარაკლისი აღავლინა და ქადაგებისას დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. უწმინდესთან ერთად ფოკაში მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. უწმინდესმა და უნეტარესმა მრევლს სამახსოვრო ჯვრები გადასცა. ნინოობა საქართველოში წელიწადში ორჯერ 1 ივნისს საქართველოში შემობრძანება, 27 იანვარს კი წმინდანის გარდაცვალება აღენიშნება. ისევე როგორც წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული ყოველ წმინდა ღვთისმშობელმა მიანდო დედა ნინოს, წმინდა ნინოს საქართველოს მოქცევა და ქრისტეს ჭეშმარიტებაზე, ქრისტეს ნათლით განათლება. ამ მიანდო ამ ნორჩ ქალწულს, ნორჩ ყმაწვილ ქალს ეს უდიდესი მისია, რითიც გამოვლინდა დედა ღვთისმშობლის დედობრივი განსაკუთრებული ზრუნვა თავის წილხვედრ ქვეყანაზე, საქართველოზე. და აი 1700 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა ნინოს სიტყვით მოქცეულმა ქართველმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ეს არ იყო მხოლოდ ისტორიული თარიღი და მოვლენა, არამედ ამ მოვლენამ განსაზღვრა მთელი ჩვენი ერის შემდგომი ცხოვრება. წარმოშვა უამრავი დიდი ადამიანი, დიდი მოღვაწე და წმინდანი. ამ მოვლენამ აგვაშენებინა ჩვენ საოცარი ტაძრები და მონასტრები. შეგვაქმნევინა უნიკალური თვითმყოფადი ქრისტიანული კულტურა. ნინოობის დღესასწაული აღნიშნეს ბოდბეში. ბოდბის მთავარ ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა წმინდა ნინოს სახელობის ახლად აშენებულ ტაძრში საზეიმო წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. წმინდანის საფლავის მოსალოცსა და დღესასწაულის აღსანიშნად ბოდბეში დღეს მორწმუნეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ. პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩვენი პარლამენტი გაიმართა. მოეწყო წიგნისა და ანიმაციის ჩვენი პარლამენტის პრეზენტაცია. ასევე კონკურსში ჩემი თვალით დანახული პარლამენტი გამარჯვებული ბავშვების საუკეთესო ნამუშევრები გამოიფინა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები შვილებთან ერთად, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი და თბილისის სკოლებიდან კონკურსში ჩემი თვალით დანახული პარლამენტის გამარჯვებული ბავშვები და ზრუნველობა მოკლებული პატარები დაესწრნენ. თუკი აქამდე ჩვენ სისტემატურად ყავდა სკოლის მოსწავლეები, სხვა ჯგუფები პარლამენტში, ექსკურსიით, დათვალიერებით, შინაარსობრივი საუბრებით, პარლამენტის აპარატი მუშაობს უკვე შემდეგ ეტაპზე პროექტის, რომ ჩვენ უკვე პარლამენტი მივიდეს თავად სკოლაში და სკოლებში ღია გაკვეთილის შეხვედრების სახით გქონდეს სისტემატური ურთიერთობა. ჩვენი თავარი ამოცანა არის, რომ ჩვენი შვილები იზრდებოდნენ უსაფრთხო გარემოში, სადაც იქნება მშვიდობა. მათი ფიზიკური უსაფრთხოება არის ხოლმე ის პირველი გარანტი იმისა, რომ მოგცეთ შემდეგ უკვე ხარისხიანი განათლება. მოგცეთ ყველაფერი ის სიკეთე, რომელიც თქვენ გაქცევთ იმ მოქალაქეებად, რომელსაც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ როგორც პარლამენტის წევრები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საგანმანათლებლო სისტემა მოწესრიგდეს, განვითარდეს, წავიდეს კიდევ უფრო წინ, რა კუთხითაც მიმდინარეობს არაერთი რეფორმა. აქედან ერთ-ერთი გამოკვეთი
ნაწილი გამორჩეული ნამდვილად არის ზოგადი განათლების რეფორმა. ჩემთვის დიდი პატევია აქ თქვენთან ერთად ყოფნა. როცა ნახატზე მუშაობდი, ფიქრობდი თუ რას ნიშნავს ბავშვები გულწრფელობით დანახული ეს ისტორიული სასახლე და მივხვდი, რომ პარლამენტი არის ჩემთვის მომავალი თაობა, ადგილი, სადაც იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრეთ ჩვენ ბავშვები. ვერის პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში რაიონში მცხოვრები პატარებისთვის გასართობი და საგანმანათლებლო სივრცეები მოეწყო. მათ შორის მინიგოლფისა და ბოულინგის კუთხე ბატუტები, ჩატარდა ილუზიონისტების შოუ, ჯამბაზების სანახაობრივი პროგრამა და დრამერების მსვლელობა. ბავშვების განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. ღონისძიება მთაწმინდის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა და მას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი და რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე დაესწრნენ. ეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამ ახალ რეაბილიტირებულ ვერის პარკში, რომელიც ძალიან ლამაზია, რომ ჩვენ ბავშვებს ვიულოცოთ ბავშვთა საერთაშორისო დღე და თაწმინდის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით ხარჯდება ეს ღონისძიება, სადაც იკრებებიან ბავშვები და მათთან ერთად აღვნიშნოთ ამ მნიშვნელოვან დღეს და ალბათ ყველა ვიყავით ბავშვები, ყველა ძალიან გვიხაროდა 1 ივნისი, ასე რომ ულოცავ ყველას, ყველა ბავშვს უსურებ ნათელ მომავალს. ვილოცავ მთელი საქართველოს და მსოფლიოს ბავშვებს დღევანდელ დღეს. ეს არის მათი დღე. თაწმინდის რაიონის გამგეობა ყოველწლიურად აკეთებს აღნიშნულ ღონისძიებას. დღეს პირველად ტარდება განახლებულ ვერის ბაღში და დაახლოებით 3 საათის განმავლობაში ისევე იქნება და ვეპატიჟებით თხოვ მობრძანდეთ ვერის ბაღში დღევანდელ ღონისძიებას. ძალიან მომწონს ეს აი ჩემი მეგობარი აქ ჩემთან ერთად. გამარჯობა. კიდევ ვართ ბევრი ჩემი კლასელები. ძალიან კაია. ძალიან კი. ბევრი თამაშია, პოპკორნია, საჭმელი, გემრიელია, ტკბილეულები. ძალიან მომეწონა, ძალიან მიმხიარულე. ძალიან კარგი გასართობებია და ვულოცავ სხვა ბავშვებს 1 ივნისს. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება. ახალი თანამედროვე მრავალპროფილური სამედიცინო სივრცე, როგორც პედიატრიული, ისე სხვადასხვა სპეციალიზებულ მომსახურებას უზრუნველყოფს. ახალი კლინიკა სრულად დაფარავს აჭარისა და მიმდებარე ტერიტორიების საჭიროებებს. სამედიცინო ცენტრის პედიატრიული დეპარტამენტი 91 საწოლზეა გათვლილი და სრულფასოვან თერაპიულ, ქირურგიულ და რეანიმაციულ განყოფილებებს მოიცავს. გარდა ამისა, შენობის პირველ სართულზე მოეწყობა თანამედროვე ჰემოდიალიზის ცენტრი, რომელიც 18 პაციენტის ერთდროულად მიღებას შეძლებს. სამუშაოების მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრი გაეცნო. ის რაც საჭიროება დღეს შეიძლება იკვეთებოდეს პედიატრიული მიმართულებით აჭარის რეგიონში და არა მხოლოდ, არამედ მიმდებარე რეგიონებშიც პრაქტიკულად თლიანად ამ სერვისების დაკმაყოფილება მაღალხარისხიანად განხორციელდება სწორედ ამ დაწესებულების მეშვეობით. გვექნება შესაძლებლობა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში რეალურად თლიანად აღიჭურვოს ეს კლინიკა და დაიწყოს ფუნქციონირება. ძალიან დიდი იყო მომართვიანობა ბათუმში უკვე არსებული იაშვილის კლინიკის დონეზე, ამიტომ ჩვენ უკვე რამდენიმე წლის წინ მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება და რამდენიმე თვეში სრულდება ეს მშენებლობა. ეს იყო ინფორმაცია 4-ზე, მე ამით გემშვიდობებით დაელოდეთ შვიცას დღის თავის სახლების შესახებ ანაშორდებ, რომ ცლად მოგიღობათ. წინ პოლიტიკური პოსტი გელოდებათ, ასე რომ არ გადაარდეთ.